მოგესალმებით. მარიკასთან კიდევ ერთი წარმატებული ქალის ისტორია უნდა მოვისმინოთ. ის არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალი, არამედ ნამდვილი მოტივატორი არის, რომლის ენერგია და თავდადება ნამდვილად გადამდებია მის ენერგიულობას და მის პოზიტივს. დარწმუნებული ვარ, გადაცემის ჩაწერის პროცესშიც იგრძნობთ. დღეს ვიმყოფებით ვილა რუსთავში და აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი მასპინძლობისათვის, რომ მოგცა შესაძლებლობა გადაცემა მარიკასთან ჩაიწეროს სწორედ ვილა რუსთავში. და ახლა წარმოადგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, არც მეტი, არც ნაკლები, აქ ეხავაცები უნდა. წარმატებული ფიტნეს ტრენერი მარი მშვენიერაძე არის ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მე გიცნობ, მარი, ძალიან კარგად და მიხარია რომ გიცნობ. მოდი საზოგადოებასაც წარუდგინოთ შენი თავი. დაგვრჩა. პირველ რიგში მოგესალმებით, ასევე მარი, ისევე როგორც მარი. მიხარია რომ აქ ვარ, მიხარია რომ შენს წამოწყებაში ვარ პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი მაინც და მიხარია რომ წარმატებულ ქალად მთვლი, რადგან საკუთარ თავს მეც ესე ვთვლი, ხო და მუდამ წარმატებულები ვიყოთ ქალებო. მადლობა მოწვევისთვის მოკლედ. მიხარია რომ დამთანხმდი, ერთი დიდი ბედნიერება არის ხოლმე, როდესაც ვეუბნები რესპონდენტს, რომ იქნები ჩემი გადაცემის სტუმარი და ერთ-ერთი გამორჩეული ღიმილი იყო სწორედ შენი სახე, ეს ბედნიერი სახე. ან როდესაც ვეკავდა, კი, რა თქმა უნდა, აბა რა მეუბნებით ხოლმე, ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის. მარი, მოდი დავიწყოთ თავიდან, როგორ მოხდი ფიტნეს სამყაროში? აბა დავიწყოთ ამ ამბის გახსენება. ფიტნეს სამყაროში მოხდი ძალიან დიდი წლების უკან, მაშინ ვიყავი ბავშვი, 13 წელს ვიყავი, პირველად როცა აი ესე ჩემი ჯგუფი ავიყვანე, ესე რომ ვთქვათ, მაშინ ეს იყო ბავშვების ჯგუფი, პატარების, მე თვითონაც პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემზე პატარები იყვნენ. და იქიდან დაიწყო ჩემი და ფიტნესის კომუნიკაცია და ისტორია. თუმცა არ იყო ძირითადი საქმე, ხა განათლებით სხვა ვარ, შესაბამისად ჟურნალისტი ვარ და პროფესიულად მუშაობდი თავისთავად. თუმცა ბოლო 7 წელი და ცოტა მეტი, რაც ეს სფერო ვაქცია ჩემს ძირითად საქმიანობად, რაც ადიც სიამოვნებას მანიჭებს და მიყვარს და მავსებს და ყველაფერს საკეთებს ჩემთვის, რომ კარგად ვიყო მოკლედ რა. ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ნუ კი, გარკვეულ მთელი ცხოვრება თითქმის ამ სფეროში ვარ, მაგრამ ბოლო 7 წელია უბრალოდ პირველ პროფესიად ვაქცია, პირველად პროფესიად. რა გაძლევს мотиваციას ყოველდღიურად და მადლობა. შენი პროფესიის საყვარელი ნაწილი რა არის? გოგოებთან შეხვედ რა. აი გიждები, აი ხო არის ახლა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩვეულებრივ ვგლები ხოლმე მეც ძალიან ლოგიკურია ხო, მაგრამ აი დილა რო თენდება და ვიცი ახლა ჩემი გოგოები იქ მელოდებიან დარბაზში, აი არ არსებობს მომწამით არ არის რომ აი მიზარებოდეს ან არ ვიცოდე რა უნდა გავაკეთო, ანუ მოკლედ თქვენ მაძლევთ რეალურად ამ უკავშირს იმდენად სავსეს ვიღებ და დიდს ვიღებ, რომ აი ჩემიდანაც ანალოგიურად მე იმედია თუ რამეს არ გაკლებთ მაქსიმუმ მოდის ისეთი წარდგენა გავაკეთე. მე მგონი შენი რომ ეგ აღარ უნდა თქვა, ნამდვილად არაფერს არ გვაკლებ. მარი, მოდი ახლა გითხარი, რა არის შენი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ამაყობ ამ პროფესიაში? ამ პროფესიაში? უბრალოდ პიროვნულ მიღწევაზე გაუსმოვდი. ანუ პროფესიაში მიღწევა ჯერ არ მიმიღწევია, იმისთვის ვფიქრობ, რაც წინ მაქვს და გეგმაში მაქვს და რასაც მივაღწევ, ალბათ მე ცოტა მერე ვიტყვი ამ ყველაფერს, რომ აი პროფესიაში ამას მივაღწია თქო. მაგრამ პიროვნული თვალსაზრისით ჩემი მიღწევა ის, რომ ბოლოს ჩამოვყალიბდი იმ ადამიანად, რეალურად რაც ვარ ეხლა. ანუ ამ წამს ამ მომენტში როგორიც ვარ საქმის მიმართ, ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ, საკუთარ თავთან კომუნიკაციის მიმართ. ყველა დიდი მიღწევა ვთვლი, რომ მარი მშვენიერაძეს აქვს ის, რაც არის ეხლა. მაშინ მოდი ასე შეკითხვას დაგისვამ, რა თქმა უნდა არ არსებობს გამოწვევები, ბარიერები ცხოვრების გზაზე რო შეხვდეს, ან კარიერული, ან ცხოვრებისეული. აი როგორ შეძელი ამათი გადალახვა, რომ შენ დღეს მოსულიყავი აქამდე? ფიქრობ, რომ დამეხმარნენ ადამიანები, ვინც ჩემს გარშემო იყვნენ და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, საკუთარი თავით ვერ დაგეხმარა, ისევ რებს ვერ გადალახავ, ვინც არ უნდა გედგას გვერდზე, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ჩემს გარშემო არიან, მათ ძალიან დიდი წვლილი უძღვით ამ ყველაფერში, რაც ბარიერები გადამალახინეს ცხოვრებაში, რაც შეხვდა წინ აღმართები, რაც გადავლახეთ ერთად. და ფიქრობ, რომ ჩემი ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ზუსტად აი ამ ადამიანებმა განაპირობეს, რომ როგორიც მე ხარ ვარ სიტყვაზე მარიკასთან, ან სხვასთან, ან ანისთან არ აქვს მნიშვნელობა, ამ ადამიანების დამსახურება გარკვეულწილად რა. ასე რომ ადამიანებმა გადამალახინეს ეს ბარიერი.
იცი რა მინდა კითხო, აი გაიხსენე მომენტი, როდესაც იგრძენი რომ ნამდვილად შეცვალე ადამიანის ცხოვრება. ადამიანები ძალიან ბევრია ვიცი, მაგრამ აი თუნდაც ის პირველი ან ერთ-ერთი რაიმე განსაკუთრებული რამაც გაგრძნობინა თავი ბედნიერად და ეს მომენტი, ეს შეგრძნება რო გაიხსენო. ჩემს პროფესიაში ძალიან ბევრი ხალი ტრიალებს. ნუ მე ხალთა ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ და ამიტომ ამბობ ხალს, თორე ხა რო ვიყო საერთოდ მამაკაცებისაც, ხალებისაც, უბრალოდ ბევრი ადამიანი ტრიალებს, მოკლედ ესე ვთქვა, ნუ გამოვყოფთ. ძალიან ბევრი გოგოს ცხოვრება შემიცვლია და ამით ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი. და ძალიან ბევრი ხო უკავშირს მებრუნებს, რა თქმა უნდა, რომ ბედნიერები არიან და იმე მათ შეუცვალე ცხოვრება და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა და სახლიდან გამოსვლა უნდა და ეხა გამოდიან და ასე შემდეგ და რაც ვგრძნობ მაგ დროს, არც ყოვლის შემძლე მგონია თავი. 2 გრამი გოგო ვარ, მაგრამ ყოვლის შემძლე მგონია თავი. ესეთ რაღაცებს რომ ვისმენამ მკითხულობ ხოლმე რა. ძალიან სასიამოვნოა მაგის მოსმენა და პირველ რიგში მე საკუთარ თავის შეუცვალე ყველაფერი და ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ კონკრეტული ადამიანისთვის შენ შეძელი ის, რაც სხვამ ვერ შეძლო, ან თავად ვერ შეძლო იმ მომენტში თავისთვის. საოცარი შეგრძნება. სიტყვად ვერ ახსნი, მართლა ვერ ახსნი, რა განცდა შეიძლება გქონდეს მაგ დროს. ახლა მითხარი როგორ ახერხებ ადამიანების მოტივირებას, რომ მათში გაღვიძო ეს დადებითი ენერგია და შეაყვარო ვარჯიში. აი ეს კადრი მე დაზუმე რა გთხოვ, ასე დაზუმე მე წარბის აწევით. თვალების დაბრიალებით და სათვალიდან გამოხედით. ხო, ეს ხუმრობა. თუმცა ეგეც მეწევს ხოლმე. თვათ ხუმრობაც არა. მოტივაციას როგორ ვახერხებ? ალბათ არა, მათ ადგილზე წარმომიგენია თავი, იმიტომ რომ რთულია რაღაცებს გადალახვა, თუნდაც ყვება ვთქვათ, თუნდაც ვარჯიში შეყვარება ვთქვათ, არიან ადამიანები, ვისაც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ვარჯიში შევაყვარე, არიან ადამიანები, ვისაც მეც ვერ შევაყვარე ვარჯიში და იმედია, როდესაც სხვას იპოვიან, ვინც აუცილებლად შეაყვარებს ვარჯიშს და შეიყვარებენ ვარჯიშს, იმიტომ რომ უზარმაზარი სიამოვნება და მოტივაციას ვახდენ უბრალოდ მათ ადგილზე წარმოიდგენ თავს ადამიანი, რაღაც შეიძლება გქონდეს, ან როგორ შეიძლება ეზარებოდეს, ან როგორ ვერ აკეთებს რაღაცას, არ გამოსდის იმ წამს, ყოველთვის ვამხნევებ და იცი მე რო დავიწყე, უნდა გენახე, ანუ ხე. ბოძი, ვიდექი. და ანუ იმას გააზრებაში ვეხმარებ, რომ თუ დღეს ვერ გააკეთებს, არა უშავს, შეცდომით გააკეთოს. უბრალოდ აუცილებლად გააკეთოს და ადრე თუ გვიან მივალთ სწორ გზამდე, ანუ სწორ გაკეთებამდე, სწორ ვარჯიშამდე, სწორ კვებამდე, ყველაფერამდე სწორამდე მივალთ შეცდომებით, ფეხის წამოკვრით, ცხუნპირის დამტვრევით, ბევრი სიცილით და წარბის აწევით. მე მახსოვს კი ვარჯიშის პროცესში შენი სიტყვები რა იმას რომ გააკეთებ, აქედან ბედნიერი გახვა, მესამე სულასაც. არა, უკვე აი დაქანცულები რო ვართ ხოლმე და აღარ შეგვიძლია. თქვენ მე უფრო ვიცით თქვენი შესაძლებლობები ესე მოტივატორი ხარ კი ნამდვილად და აი გარდა ფიზიკური ასპექტის ალბათ ლოგიკურია ეს შეკითხვა რომ დაგისვა რა როლს თამაშობს მენტალური ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა შენს სავარჯიშო პროგრამებში. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და ყველაზე კარგი თვისება რაც შეიძლება უნდა გქონდეს უბრალოდ მწვრთნელს ტრენერს და მით უმეტეს პერსონალური მწვრთნელი როცა ხარ არის მოსმენის კულტურა. ვთვლი რომ ჩემს გარშემო არსებული ადამიანების 90% ვთვლის რომ კარგი მსმენელი ვარ. მსმენელი რომელიც მოისმენს, თუ მას უკავშირი ჭირდება დაუბრუნებს, თუ არ ჭირდება არ დაუბრუნებს, უბრალოდ მოისმენს. ანუ არავის არ გავაკრიტიკებს, არავის თითისქნევით არ დაელაპარაკება. ეს მათ მენტალობაზე მოქმედებს ისე რომ გარკვეულწილად მე მაწყობს. მიჯაჭულები ხდებიან გარკვეულწილად ჩემთან იმ თვალსაზრისით რომ იციან უბრალოდ რომ არისა რომ მე ხვალ შეგიძლია ნებისმიერ საკითხზე ისაუბრო, თან ივარჯიშო, თან საქმე აკეთო, თან ბედნიერება იღო და თან ილაპარაკო ისეთ ამბავზე, რაზეც შეიძლება სხვასთან თუნდაც ძალიან ახლო ადამიანთან გაგიჭირდეს საუბარი, იმიტომ რომ ყოველს ადამიანებს გვეშინია ვიღაცა თიც დაგვიქნევს და აი მე ხო გითხარი, აი ამის მოსმენა არავის არ გვინდა და არ გჭირდება. და ვთვლი რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისთანაც აქვთ ამის ფუფუნება, რომ ეს სიტყვები არ მოისმენონ და უბრალოდ დაიცალონ. მე ჯერჯერობით აი პირველი რაც შევამჩნიე შენში მინდა ხაზგასმით აღნიშნავ რომ პირველად როდესაც მოვედი ბიარე რამდენიმე თვე ანუ ესე ვერ დაგიახლოვდი მაშინ პირველი მოსვლა, მაგრამ იყო ის რომ
აი ასხივებ დადებით ენერგიას და ანუ მოტივაციით ავსებ ადამიანებს და აი ამ შეგრძნების ასე ვთქვათ განცდა მენატრებოდა და ერთი სული მქონდა კлау შენთან როდის დავბრუნდებოდი ისე ამ ყველაფრის გამო და რა ამ ყველაფრის გამო შენთან ურთიერთობა ანუ მართალი თქვი რა ანუ სასიამოვნოა და აი მართლა არა მარტო ფიტნეს მწვრთნელი, ანუ უბრალოდ მოტივატორი ხარ და ძალიან მადლობა. მინდა რომ ბევრი წარმატება გქონდეს ცხოვრებაში. მოდი, მარი, მივცეთ რჩევები. ქალებს, რომლებიც თუნდაც ახლა იწყებენ ჯანსაღი ცხოვრების გზას და ან თუნდაც ფიტნეს ინდუსტრიაში სურთ რომ დაიწყონ მოღვაწეობა და არიან საწყის ეტაპზე. ფიქრობ რომ პირველი რჩევა რაც შეიძლება ქალს მივცე არის ის რომ უბრალოდ ყოველთვის ვიყოთ ქალები. იმიტომ უნდა ვიყოთ ქალები რომ ბევრად სავსეები ვიყოთ გააზრებული გქონდეს რომ ქალები ვართ ყველა ის მახასიათებელი ნაპოვნი გქონდეს ჩვენთან რაც ახასიათებს ქალს ნაზიც ზოგჯერ არა ნაზი მოკლედ ყველანაირად სავსე ქალები ვიყოთ ამით დავიწყოთ პირველი ჩემი რჩევა ალბათ ქალების მიმართ ეს იქნება. რაც შეეხება ესე რომ ადამიანებს ვინც ეხლა იწყებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ჯანსაღი წესით ცხოვრება ახლავე და არ უნდა გადავდოთ მეორე და მესამე დღისთვის. ჯანსაღი წესით ცხოვრება არ ნიშნავს მაგალითად მხოლოდ ვარჯიშს ან მხოლოდ ჯანსაღყვებას, ხო? ანუ აი აქ ხდება ეს ყველაფერი და აქედან შეგიძლია უკვე დაიწყო მაგაზე ფიქრი, რომ აი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი შინაგანი სამყარო იყოს ჯანსაღი და სუფთა შესაძლო არ იყოს და ნურც ვიზრუნებთ მოვქლორავთ უფრო მსუბუქები რო ვიყოთ და უფრო ფერადები რო ვიყოთ. აქედან დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრებაზე ზრუნვა. ვარჯიშსაც შეეხება შესაძლო არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ თავიდან ვარჯიში, მაგრამ რაც არ ვიცით ის ყოველთვის გვეზარება ხოლმე რომ ვაკეთოთ. ამიტომ სანამ არ ისწავლი და სწორად არ გააკეთებ, მანამდე ყოველთვის დაგეზარება აკეთო ის, რაც გგონია რომ არ გამოგვდის. არ არსებობს მოძრაობა, ნებისმიერი სახის მოძრაობას გულისხმობ და არა მარტო ვარჯიშს გულისხმობ საერთოდ. არ არსებობს მოძრაობა, რომელიც მრავალჯერადი გამეორების მერე იდეალური არ იქნება. ანუ არ არსებული ეგეთი. არ არსებობს შემთხვევა, რომ ქალმა რაღაცა დაიწყოს და იმ შესაძლოა მიატოვოს, თუმცა უბრალოდ დაუბრუნდება იმ რაღაცას. ამიტომ დაიწყეთ ახლავე ამ წამს, დაიწყეთ ჯერ შინაგანი მზაობით, მერე უკვე მოდით დარბაზში, ვივარჯიშოთ ერთად, გავერთოთ ერთად, ვიცინოთ ერთად, ვიხუმროთ ერთად. ცოტა თვალებს დაუბრილოთ, არაა პრობლემა. და აი ყველაფერს შეიყვარებ, რაც შენს გარშემო ხდება. პირველ რიგში ვარჯიშს მოაქვს თავდაჯერებულება. ანუ შინაგანად ხდები თავდაჯერებული და მე უკვე ყველაფერი დალაგდება რა. თვით შეფასება რომ აიწევს ყველაფერი დალაგდება. მარი, შენი აზრით რა არის წარმატების საიდუმლო ნებისმიერ სფეროში და მით უმეტეს ისეთ კონკურენტულ სფეროში, როგორიც ფიტნეს ინდუსტრია არის? წარმატების ალბათ ყველა სხვადასხვა აქვს. ესე ვერ ვიტყვი ვიღაცა წარმატებულია სიტყვაზე, იმიტომ რომ ვიღაცა წარმატებულია, იმიტომ რომ არ მინდა ჩამოთვლა. თუმცა აი შენთვის ჩემთვის წარმატების მომტანი წარმატება დავიწყე მაშინ, როცა საკუთარ თავში გავერკვიე. რაც საკუთარ თავს მოусმინე, რა მინდოდა, როგორ მინდოდა, რას ვაკეთებდი, რისთვის ვაკეთებდი, აი მაქედან დავიწყე მე პირადად წარმატების აღება, მოხვეჭა და აი ჩემ ცხოვრებაში წარმატების მოტანა. მე ანუ ეგრო დავალაგე უკვე, მე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ვაკეთებდი ისევ იმას, რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ სხვანაირი თვალით უყურებდი ამ ყველაფერს და ვტკბებოდი ამ ყველაფრით და ახლაც ზუსტად ეგრე ვტკბები ამ ყველაფრით, ვიღებ სიამოვნებას და ეს სიამოვნება მე ყველა ვარიანტში უკან ბრუნდება. აქედან უკან თქვენსკენ ბრუნდება, ესე ვთქვათ, მომხმარებლებისკენ და ის მომხმარებელი ყოველთვის შენთან იქნება. შესაძლოა წავიდეს სხვა დარბაზში, წავიდეს ძალიან ბევრი გასულა ჩემიდან დარბაზიდან და სხვა დარბაზში წასულა. იქაც ვარჯიშია, იქაც ვარჯიშია, სხვა დარბაზები უნახავს, თუმცა ყოველთვის მაინც რაღაცნაირად ბრუნდებიან ხოლმე ჩემთან რა და ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აი სიტყვაზე არ მინდა რომ ვინმე სადმე წავიდეს პირიქით. ყოველთვის მაგას ვეძახი, რომ მე მაინტერესებს თქვენი განცდები, მე როგორც პროფესიონალს, რა თქმა უნდა, სხვა პროფესიონალებს პატივს ვცემ, მე მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ვარჯიშთან, როგორ კომუნიკაცია აქვთ თავიანთ მომხმარებლებთან, ეს მომხმარებლები რას ფიქრობენ მათზე, ასევე რას ფიქრობენ ჩემზე მომხმარებლები და ანუ აი ეს წარმატება უფრო ამაზე დაკვირვება, ამაზე ზრუნვა მოიტანა რა. ალბათ ეგ არის წარმატების მიზეზი.
შეიძლება სხვაც არის და ეხლა თავში არ მომდის, მაგრამ შენი სამომავლო გეგმები მიზნები. ძალიან ბევრი. რომელი ერთი? განვითარება. მოძრაობა და განვითარება. განვითარებისთვის ყოველთვის მზად ვარ ხოლმე და ყოველთვის წინ მივდივარ ხოლმე და მუდმივად ვცდილობ, რომ აი ამ წამსაც, დღესაც კი აი აქ წამოსვლის წინ რაღაცებს ვაკეთებდი იმისთვის, რომ წინ წავსულიყავ. მოკლედ, ჩემი გეგმა არის განვითარება და ამ ქალაქიდან ოღონ არ გასვლა. აი მანდ ცოტა ვიჭრები ხოლმე რომ მეუნებიან აი შემოთავაზება რომ მქონია ხოლმე სხვა ქალაქებიდან თბილისიდან უფრო ახლა სხვა ქალაქს არც განვიხილავ აი ვაფრენ ამ ქალაქს რა გავაკეთო ანუ აქ მინდა რა უბრალოდ მეგობრობის სიყვარულის ქალაქია მართლაც რაღაც სხვანაირი მიჯაჭვულობა აქვს ამ ქალაქს და ბოლოს იცი რა მინდა გკითხო რა მესიჯს გაუგზავნეთი ჩვენს მაყურებელს აი რა არის ის მთავარი რისი დამახსოვრებაც გსურს მათთვის ეხ ცოტა ადრე რო გეთქვა უფრო ვიფიქრებდი აი ეხლა მოვიფიქრებ არ არის პრობლემა გულღიათ მოდით ივარჯიშეთ სადაც არ უნდა იყოს ვისთანაც არ უნდა ივარჯიშოთ არ აქვს მნიშვნელობა თავარია ივარჯიშეთ და უბრალოდ იყავით შინაგანად ბედნიერები და ნებისმიერ დეტალით მაგალითად იმით რომ ეხლა აქ მარტო კოქტეილი კი არ არის ლიმონი ზემოდან არის დამაგრებული მაგითაც ბედნიერები იყავით და ბევრად უფრო კარგი გახდება ეს სამყარო ბევრად უფრო კარგები გავხდებით სხვებისთვისაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში საკუთარი თავებისთვისაც უფრო კარგები ვიქნებით სხვა რა ვიცი ამ წამს არაფერი არ მომდის თავში რა შემიძლია რომ დაგიტოვოთ მესეჯად უბრალოდ იყავით ბედნიერები და ნებისმიერი უაზრო დეტალით თუნდაც უბრალოდ გაიხარეთ გული და ეგ არის და ეგ დამერწმუნებ ალბათ ჩვენი მაყურებელი რომ იგრძნო ნამდვილად მარის დადებითი ენერგია და პოზიტივი. ახლა დავლებ. გაგვიმარჯოს. და თუ კი მარჯიშის დაწყება გსურთ ნამდვილად იცით ახლა ვის უნდა მიაკითხოთ. მოკლედ მადლობა მარის საინტერესო და რაც თავია ჯანსაღი რჩევებისთვის და ვიმედოვნებ გაითვალისწინებ ჩვენი მაყურებელიც. კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემის მხარდაჭერისათვის ვილა რუსთავს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის. ნახვამდის.